ბაჩო ახალაია აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური კეთილსინდისიერი და საქმეზე ორიენტირებული. ვიდეო სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა და დაადასტურა, რომ ის ახალაიას დაკავებამდე 2 დღით ადრეა ჩაწერილი. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი თავს ნაცს უწოდებს და ამბობს, რომ ეს სტატუსი ეამაყება. ბაჩო ახალაია გავრცელებულ ვიდეოში ვარდების რევოლუციაზეც საუბრობს და მას დიდ მოვლენას უწოდებს. რაც შეეხება წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ მინუსებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ არ იცის რა სახის მინუსებზეა საუბარი. შეგეხსენებთ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო. ბაჩო ახალაიას განცხადება შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები, შეამცირა სიღარიბე, გადადგა ყველა ის ნაბიჯი, რომელმაც სიკეთე მოუტანა ჩვენს ხალხს, მათ შორის ინსტიტუციური თვალსაზრისითაც. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა წინა ხელისუფლების დროს და ამიტომ თუ ვინმე ამასთან დაკავშირებით საუბრობს, ეს რა თქმა უნდა მისი პოზიცია და ეს რა თქმა უნდა ასე ფიქრობს სხვათა შორის საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, იმიტომ რომ რაც ეხება ამ კონკრეტულ ხელისუფლებას, მათთან შედარებაც კი შეუძლებელია. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა 2012 წლამდე აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნის დასანგრევად, მათ ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტს, ისინი ხოცავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში, აუპატიურებდნენ ციხეში პატიმრებს და დღეს ჩვენ ხედავთ ამ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის პირდაპირ აღიარებას, რომ თურმე ეს მოქმედება ყოფილა კარგი, ის აამაყობს იმ სისასტიკით, რაც თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობამ ჩაიდინა. ეს არის ტრაგიზმი მთელი ამ მოცემულობის და კიდევ ერთი აშკარა და ღია დადასტურება იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული სარჩელი, რომელიც კრიმინალური ნაციონალური მოძრაობის გაუქმებას გულისხმობს, როგორც პარტიისა, პოლიტიკური ავანსცენიდან არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. ახალაიათან ისეთი შვიდი სახით საუბრობს, რაღაც ანგელოზი გეგონება, ერთ-ერთი მთავარი ჯალათი იმ სისტემის, წამების სისტემის, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების წამებაში და რა ხდებოდა ციხეებში, ყველას კარგად მოიხსენება, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ დაადგინა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული და იყო სისტემატიური ხასიათის, ხომ? და როდესაც ესეთი არა ადამიანი, ესეთი მშვიდი ტონალობით საუბრობს და რაღაცა ვარდისფერ ფერებში ხატავს იმდროინდელ რეჟიმს, ხომ? კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ ჩვენი მოქალაქეები, თუ რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე, მათ რომ 1 გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე უარეს დაატრიალებენ, ვიდრე 9 წლის განმავლობაში ჩაიგდეს.